კომპანია RMG Gold ლიცენზიის ვადა 5 წლით გაუგრძელდა. ეს გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტრო მიიღო. ხოկრიშვილის უწყება განმარტავს, რომ პროცესი კანონის დაცვით წარიმართა. ლიცენზია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე გავრცელდა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. გადაწყვეტილებას საყდრისის მცველები ისევ აპროტესტებენ. დღის წესრიგში რჩება საპარლამენტო კომისიის შექმნაც. დეპუტატებმა ეს იდეა უკვე მოიწონეს, თუმცა რამდენად დამტკიცდება კომისიის 12 კაციანი შემადგენლობა, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. ნათია სოღულაშვილი გაგვაცნობს გარემოს დაცვის სამინისტროს არგუმენტებსა და საყდრისის მცველების გეგმებს. წარდგენილი საჭირო დოკუმენტაცია, კულტურული მემკვიდრეობის მოხსნილი სტატუსი და დაშლილი არქეოლოგიური ობიექტი. ეს ის ძირითადი არგუმენტებია, რომლის გამოც გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანია RMG-ს 5 წლის ვადით ლიცენზია გაუგრძელა. სამინისტროს გადაწყვეტილება მიუღებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საყდრისში დაწყებულ სამუშაოს პირველივე დღიდან აპროტესტებენ. პრობლემა დგას კომპლექსურად, ამ სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები არის ერთობლივად განსახილველი. ჩვენ ვაპირებთ ისევ იმ მიმართულებით წასვლათ ამ მშვიდობიანი აქციებით, გავაგრძელებთ პროტესტს. კომპანია RMG-ში კი განმარტავენ, რომ მათ ლიცენზია კანონის სრული დაცვით მიიღეს. კომპანიის ამჟამინდელი საქმიანობა კანონიერია და სრულად შეესაბამება ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას. კომპანიას საქმიანობას გააგრძელებს პარლამენტში კი სწორედ საყდრისში განვითარებულ მოვლენებზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ. გარკვეულ ფრაქციებს შორის კი კონსულტაციები გავლილი, პოზიციები კი შეჯერებულია. რამდენად სწორად მოხდა ლიცენზიის გაგრძელება RMG Gold-ისთვის. ესეც იქნება ამ კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესწავლის თემა. კომისიამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა, გარდა ამისა უნდა შეჩერდეს იქ სამუშაოები, რადგან პირველი რომ წაიშლება ყველა შლიან კვალს და მეორე რაც გადასარჩენია ის მაინც გადარჩეს. კოლეგებს არ ეთანხმება ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი. ვფიქრობ, ეს თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება და ამისთვის არ ამგონია, რომ საგამოძიებო კომისია იყოს მაინც და მაინც აუცილებელი. კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას პარლამენტმა მხარი 58 ხმით დაუჭირა. ახლა კი დამატებით 18 ხმაა საჭირო. 76 თანამოაზრის აღმოჩენის შემთხვევაში 12 კაციანი საგამოძიებო კომისია დამტკიცდება და მუშაობას შეუდგება.